რავია, აბა თუ გაიგებთ. ჯერჯერობით გზაში ვართ, საკმაოდ მაღალზე ამოვედით, ნახეთ იქით თევზს გახედეთ რა მაგარი არის. დღეს საკმაოდ კაც პირობებში გვექნება ლაშქრობა მე და ზურას. ვარგზევე ეთყობა ზურას. წესით მაგარი სიცივე უნდა იყოს ღამით, იმიტომ რომ თოვლი არის ბოლომდე გაყინული. მიუხედავად იმისა, რომ მზია დგება მთელი დღის განმავლობაში. ამინდი არც მქონდა ნანახი ისე წამოვედი. მაგრამ ჯერ გაისეთ. ჯერ ისეთ სიცივე არ არის დღისით. აი ღამე დაგვერხა. ღამე დაგვერხა და კარავიც მაქვს რო რამე და მოგეთ ეხა სიტუაციის მიხედვით მოვიფიქრეთ რას გავაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ. გავეშურეთ აბა. აქ ვიქნები მე, ზუსტად ჩემს პირდაპირ არის ზურა. ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან რა. მაინც ორი კარავი უნდა გავშალოთ და სულ გვერდ აზრი არა აქვს. თან ვერც გავშლით გვერდ. მაგარი მოუხერხებელი იქნება. ეს არის ტაისონის ნაფეხურები. ეს პატარები ნახეთ. შესასაც ვანახებ. ეს პატარები ზურა რა იქნება? მელია ვითომ? არა, კურდღელი არ არის, ეს მელა არის ასიანი. ძალიან პატარებია ნახე. გეგონება აი წონაც არა აქვს ისე გაიარაო. სათუთი. ნარნარებდა თოვლი. კურდღლისას გაჩვენებ თუ წავაწყდით სადმე. მაგრამ მგონი ეს არის კურდღელი და არ ვიცი. არა, ტაისონზე ვიძახი. რო დახტის. ეს კურდღელი. ესენი მაგ გამოწერილი ტემუდან და მაგრად მაინტერესებს რას იზავს თოვლში. და რა ვიცი, აბა ნახოთ. იმიტომ რომ ბევრგან არის ღმა თოვლი და მეყრება მე ფეხსაცმელში. რაც ნახდად არ მოწყობს. აუ რა მაგრა არის ჩაყინული. ეს უნდა ჩავწერა. მოტეხილია და დაბლა არის ჩაყინული. ეგრე მიქნა აქაც. აი იქით თებში მაგარი ქარი არის რა ხმა ისმის და წესი და რიგით ღამე აქეთაც იქნება რაც ცოტა გაგვირთულებს საქმეს. ამიტომ დღეს ტენტებით ვამჯობინეთ, კარვებს გავშლით, კაი გემრიელად. ეს არის ჩემი პონჩო კარავი. დიდი არ არის, ერთი კაცისთვის საკმარისი არის. შიგნით ცოტა ერთი სისწორეზე მინდა დავსვა. კარავს უნდა დავაყარო ეს თოვლი გვერდებზე და უკანა მხარეს დაბლა რომ ქარი ქვემოდან არ უბერავდეს და წესი წინიდან არ დამიბერავს ქარი. სუთავში ვარ და ქვემოთ არის დაღმართი. ქარი წეღან იქიდან უბერავდა და ხეებსაც ეტყობა რომ ზემოდან მოდის ქარი და წესით და რიგით წინიდან არ უნდა დამიბეროს. თუ დამიბერავს კიდე საძირე ტომარაში ვარ ბოლო. მაგარი გაყინული არის.
ეს წიწვები რაც არის რა მოტეხილი ტოტებისგან შევაგროვებ რომ ძირს მქონდეს თან დღეს არ წამომიღია ძირსაგები რას ვაპირებ გეტყვით რო რამე და ეგეთ სიტუაციაში იყოთ რომ აი დაგრჩათ სახლში დაკარგეთ ან არ გაქვთ საერთოდ ხო შეიძლება საერთოდ არ გქონდეს რა უნდა გააკეთო მაგ დროს ძირს არავითარ შემთხვევაში არ დაწვე პირდაპირ არც საძილე ტომით არ დაწვე ბევრი საძილე ტომა რა რომელიც ხარისხიანი იმდენად არ არის შიგნი შემოიტანს თელ სიცივეს და გაცივდები შეიძლება ფილტვების ანთება და რავი 1000 უბედურება დაგემართოს ჯობია ქვეშ დაყარო წიწვებიან რამე წიწვები ტოტები შეიძლება ცოტა ცუდად გეძინოს იმ ხრივ რომ ქვემოთ გრძნობდი ყველაფერს მაგრამ სამაგიეროდ უფრო უსაფრთხოდ იქნები ეგ სიცივეს აღარ შემოუშვებს იმდენად არც სისველეს ნესტს ეგენი დაყარო და ზურას ქონდა ის რა ქვია სქელი ტენტი მაგას მათხოვებს გადავკეცავ რა ზურა აიღებ არემ ხო წიწვებს დავყრი ჯერ მერე დაადებთ ტენტს და ეგ არის საძილე ტომარაც პირველი ღამე მექნება მამის ამპულაში სალაშქროთ ნახოთ აბა მიდი როგორი იქნება წინა ვიდეოზეც მოლოცვებისათვის ძალიან დიდი მადლობა ჯიგრები ხართ და მაგრად მიყვარხართ ვისაც გაგიხარდათ ჩემი ბედნიერება ზურა იქით არის რაღაცებს აკეთებს და მე გაჩვენებთ მე ჯერ მორჩე საქმეებს ზურა მორჩა და მელოდეთ აისონ ამებს ვერ გადაგიცით აი ზურას ტენტი აი უხეში ხარ და ეც აისონ ეწას გამოიწი წესით კარგად უნდა გაძლოს ესე ჩემი პარტნიორის საძილე ტომარა. მადლობა მას. საიტის ლინკი იქნება აღწერაში და კიდევ ამ საიტზე მინდა 2 სიტყვით რაღაც გითხრათ. ზადარი ჩემი დღევანდელი სასტუმროს ნომერი. ცეცხლს დავამატებ ისე, რომ მე ვაი და უბერავდეს, არ გავიგუდო. ღამე მაინც არ ტოვებს ეს სამაში ჩავგურდები თვილად დავწვევი. ჩანთა აქ დავდე მშრალად. უი გილოცოთ შობას დღეს არის 8 იანვარი გუშინ იყო შობა. ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. საოცარი დღე. რავი, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ მუდამ ბედნიერად საყვარელ ადამიანებთან ერთად და უფალი გვარავდეთ მუდამ. სულ მის გზაზე გვევლოს. ეს არის ზურას ბაზა. ანუ 2 კედელია გაკეთებული, საიდანაც ქარი უბერავს რა. და წესით მაქედან დაუბერავს ღამით, უკნიდან და გვერდიდან. ამას უყურე. როგორ მიყურებს? ცეცხლი დაანთო ზურა მზად არის. ეს დავანთე გავიყვამდე მოვკვდი. დაბლა დავეშვათ. ხმელი დაბლა არის. აუ რა მაგარი ხედი არის. მთელი კავკასიონის მთელი არა, მაგრამ დიდზე ჩანს თათა სისტემა გაყოლებაზე გაჩვენებთ. აქედან ჩანს მაქსიმუმ რასაც ხედავთ რა, აქედან იწყება. გამოყვები. აი ესენი რა ლამაზია შეხედეთ. გამოყვები, კიდევ რა მაგარია. აი მყინვარწვერიც ზუსტად თქვენგან მარჯვნივ კუთხეში. აი ეს სულ კუთხეში. ნახეთ რა მაგარია.
აქ დავანთებ ცეცხლს. ჯერ ესენი დავალაგო, რომ თოვლია მაინც და სისველი არა იყოს. არ გაუჭირდეს. ნახეთ, სახში დამეზარა ვაზელინი ბურთულებს გაკეთებენ, იმიტომ რომ გუშინ გამახსენდა, რომ აღარ მქონდა და ეს აუზილე უცებ ერთიანად. ეს კვარი ესეც ახალი დანა, რომელზეც ცოტა ხანში დაგელაპარაკებით. ეს მაგარ ხილზე შევჭამ საჭმელს. აუ თოვლი არ დაიცეს, ამას გავაფრენ. მაგრამ რავი, ზემოთ რო ვიყურები, ამის თავზე უშუალოდ არ არის ტოტები. ახლა ვისაუბრებ ამ დანაზე. დანა მაქვს ჩემი პარტნიორისგან, მედანესგან. ბრენდი არის განზო, ეს არის შედარებით ბიუჯეტური დასაკეცი ედისი, დიდი ზომის ედისი დანა, რომელიც ერთი შეხედვით კარგი, ან ვიზუალი მომწონს. აი წინა ვიდეოებშიაც გაგაცანით Cold Steel Voyager-ი. იმასთან შედარებით ეს უფრო ბიუჯეტური ვერსია არის დასაკეცი დანების. აჰა და ისო. დღეს ამ ვიდეოში ამ დანას კარგად გავტესტავ. 5 რაღაც კრიტერიუმი იქნება, რომლითაც დანას შევაფასებ. მე რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში კი გამოვცდი, მაგრამ გაიტესტება და კიდევ გეტყვით, რომ მედანე და მე ერთად გავათამაშებთ ხოლმე დანებს. რამდენ ხანში იქნება, როგორ იქნება და რა დანები იქნება, მაგას თვითონ გაიგებთ ხოლმე, ან დავპოსტავ ხოლმე, ან ვიდეოში ვიტყვი გათამაშების წინ და ასე. ეხლა ჯერ შამპური უნდა გავაკეთო. პატარა სარდელისთვის. და ამაზეც გაიტესტება. ლის თემაში მომწონს. უი, კაჟზეც გავტესტე. აი გეტყვით რა თემაში ვიძე. აი ეს ზედა მხარე აქ კუთხე, კარგი კუთხე აქ, ბასრი კუთხე აქ კაჟზე გამოდგება. აი ზოგიერთ დანა ზედა მხარე აქ მონგვალებული და კაჟის ვერ გაკრავდა, ვერც ნაპერწკლებს გააყრევინებ რა. ამ შემთხვევაში მომეწონა, თან დაზიანებებიც არ დაიტოვა. ზოგ დანას რჩება ხოლმე აი ჩაღრმავებები, რომელი მხრითაც კაჟს გაკრავ. სათერად კარგი ვარიანტია. ეხლა როგორც თლაში რო თქვა, თლის თემაში აი ეს Cold Steel Voyager-ი მირჩენია, მაგრამ ეხლა არც უნდა შეადარო, ეს ბიუჯეტური ვერსია, ის უფრო ძვირიანი არის. რა თქმა უნდა, ის ბევრად ჯობია, ჩამკეტითაც და ყველაფრით, მაგრამ როგორც ეს დანა, თავის ფასისთვის თლაში მომეწონა. მე წერიც უნდა გავტესტო აუცილებლად. ესეთი ვიზუალი აქვს. ეს საქამრე. რავი, კაია.
რას მიაფერისტები? კიდევ ერთი ტესტი უნდა გავაკეთო. ეს იქნება სქელი თოკის გადაჭრა, იმიტომ რომ ზოგიერთ დანას უჭირს. არ ვიცი რატო უნდა უჭირდეს დანას, მაგრამ ბევრს უჭირს. ეს არის სამთო თოკი თასვლელების და ნახოთ. სამი 4 ჩაჭრა, მაინც კიდევ ვცდი. ეს საკმაოდ სქელი თოკია, ისე საბუქსირეთ, ყველაზე მაგრა გამოგადგებათ. 4 ჩაჭრა რა. გავიღვეს ნაგავი. და კიდევ მაინტერესებს წვერის ტესტი, იმიტომ რომ ზოგიერთ დანას უფუჭდება წვერი. მე მქონია ეგეთი გამოცდილება. აი ბასრი წვერი კი აქვს და დაზიანებას ვნახავთ. თუ მიიღებს. არც არაფერი. ამიერიდან ეგრე ვიზამ ხოლმე ყოველ ახალ დანაზე, ეს იქნება ფიქსირებული დასაკეცი მულტიფუნქციური თუ რაც იქნება, სხვადასხვა ტიპის ტესტები მექნება ხოლმე და მე უკვე დროთა განმავლობაში კი იცდება ეს დანები და შემას სულ გეტყვით. რადგან სპონსორის არის, იმას არ ნიშნავს, რომ რამე თუ არ მომეწონა, არ ვიტყვი, ან რამე თუ გაფუჭდა დავმალავ. რაც იქნება, იქნება. ხორის ნეკნი მაქვს წამოღებული და თოვში ჩავფლავ. სნოუბორდის დაფა გქონდეს ეხა. მაგარი ბიჭია. წესით საკმარისი შეშა იქნება, რომ აი საჭმელი მოვამზადოთ, ავადუღოთ ვერი რო რამე და შეიძლება დილისთვისაც მოგჩეს. დავხერხავ ეხა ამებს გავამზადებ. ისე შენც რო დახერხო, შენები არ იქნება ურიგო. შენ გეზარება.
აი არ ვაღიარებ. შეშის მოპოვება კარგად მიმდინარეობს. ბევრი ხმელი ხე რაც ფეხზე დგას და ჯერ კიდევ არ წაქცეულა როში არ ყევ ტყდება. როგორც ეს, რომელიც წეგან წავიღე ბანაკთან და კარგია ყოველთვის ფეხზე რო დგას ხე, იმიტომ რომ ნაკლებად ცველი იქნება შიგნიდან და ბევრად კარგად გამოგადგება საკოცონეთ. აი კიდევ ერთი რჩევა რომ მოგცეთ. ასე როდესაც გდია ხე თოლში რა, მაგას ეგრევე შეატყობთ, იმიტომ რომ ეს ამოშვერილი ტოტები და რაღაცა. ეცადეთ რომ მაგასთან ახლოს არ გადაიაროთ, იმიტომ რომ ყოველთვის არის ჩაღრმავებული. თუ დიდი თოლია, ნახეთ რა ხელაზე ჩამაგდო. აქეთ საერთოდ შეხედეთ. წეგან შემთხვევით ჩამიორდა ფეხი და ანუ საშიში რატოა. შეიძლება ქვემოთ ცუდად დაგხვდეს ტოტი რაღაც. აი ესეთივე. ან ფეხი ცუდად ჩაგივარდეს. აქეთ ხე დაგხვდება მყარი. აქეთ გაყინული თოვლი და შეიძლება მოტეხილებაც მიიღო, იღრძო და რავი 1000 უბედურება რა, ამიტომ მოერიდეთ. ერთი რამ იცოდეთ, რომ სიცივეში წყალი არის აუცილებელი, ერთ-ერთი აუცილებელი რამ, რომ ადამიანმა ტემპერატურა შეინარჩუნოს და არ გაცივდეს და თბილად იყოს. წყალი რატო არის აუცილებელი? ერთ-ერთი მთავარი რამ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ აი თუნდაც ცივი წყალი სვა, მაინც გათბობს. არა და ხალხი ისია ხომე. როცხელად მაშინ სვავენ ბევრ წყალს. და როცივა არ სვავენ ხოლმე წყალს, რამდენი ვიცი. სიცივეში მოძრაობაც არ შეიძლება, ხო იცი, არ უნდა გაუფლიან. გააჩნია ეხა სიტუაციას, ბევრჯერ გიწევს მოძრაობა. ძალიან არ უნდა გაუფლიან. არა ხო, ძალიან არ უნდა გაუფლიანდე, მაგით სითხესაც კარგავს ორგანიზმი და თან ის რა ქვია, გაცეების შანსიც მერე მეტია. ხო და ბევრ წყალი უნდა დავლია. ამ ნახე რა, კაი თოვლის კუსო ყიგავა. აი სულ არ გინდოდეთ ხოლმე მაინც დალიეთ. ზამთარში ვიძახი რა, ეს სიცივეში რო ხართ, დღეში 1 ლიტრა მაინც რომ მიიღოთ რა. ეს არის ტემუნა გამოწერილი გასაბერი ბალიში, რომელიც პირველად უნდა გავტესტო, ერთი ზურას მივეცი. რამე პატარა ასოსი მაინც რომ მქონდეს, კაი იქნებოდა, მაგრამ მომიწევს ჩემით გავყირო. აი რას ნიშნავს არამწევილის ფილტვები. ზურა, ნახე? აი არის. ესეთი გამოვიდა და ეს სალაჩქროთ შვენიერი ვარიანტია. არანაირი რეკლამა, მაგრამ ვინმე თუ გენდოებათ ტემუს პრომოკოდი აღწერაშიც მიუთითებ ლინკსაც და პრომოკოდსაც და აქაც ვიდეოს ქვემოთ. იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მაგარ ფასად შვენიერი საჭირო ნივთები გამოვიწერე, რომელსაც დღემდე ვიყენებ და მადგება. ეხლა ტემუდან არ უნდა გამოიწერო იარაღები, ელექტროტექნიკა, დანები და ეგეთი რაღაცები, მაგრამ ესეთი წვრილმანები რაც არის, იაფა დააგდებ და გექნება. გაგიფუჭდება შენი რამის ძალიან იაფიღის. არც იდარდებ არაფერი. თავ მიუთითებ ლინკს და თუ გენდოებათ გამოიყენეთ, ფასდაკლებას გაგიკეთებთ. ამით ვაპირებ გავაკეთო. ანუ მოკლედ ხორის ნეკნი მაქვს მთლიანი წამოღებული, დიდი ნაჭერია და სეტკა არ გვაქვს, როზეთ დავდოთ. მაგხელა ტაფაც არ გვაქვს, ეხა ვინათრებს მაგხელა ტაფას და რამეს მოუფიქრებ. ვერ შამპურზე ვერ ააცავ, ეხა ნეკნი და შამპური ძალიან უაზრობა გამოვა.
აქ რამდენიმე ჩავხლართავ და მოიცა ტაისონ. მაგარი გამოუეჭველი. ანუ ამის მიზანი არის თავარი რაც არის რომ უბრალოდ გააჩერო ზედ ხორცი. თორე ის სწორე და რაღაცა ეს შეუძლებელიც არის ჯერ ერთი. და მე კიდე არც არის საჭირო. სახში ჩავალ თუ არა მგონი იმ დღესვე გავაკეთებ ვაზელინის ბურთულებს, თორე ასე რომ გაგზოგადათ უფრო რთული არის. კარგად უნდა იყოს აზერელი ერთმანეთში. საღამოა და მე ცეცხლი მაგიტო დავანთე რომ წინ წავიგდო საქმე. სიბნელეში საჭმის კეთება ნახდად არ მინდა. მირჩევნია მანამდე მოვიშორო ჭამო და მერე ვიყო ჩემთვის. ახლა დავიწყებ მალე საჭმის გაკეთებას. ეს ხორცი მომზადო. რა ტაისონ. დავიწყოთ მომზადება. ზურას უნდა მოუჭრა ესე ნახევარი. ნახევარ შევიწვა. კარგად ჩაჭრა ხორცი. თანაზე ძვალზე ტესტი მაინტერესებდა და არა აქ არაფერი, ისეთი ცვლილება. ზურას ძვალი არ უნდა და ცალკე ძვალს მიცემ, იქნებ რამე მოიფიქროს. ოჩახ დანუშ ამას ჩავაჭრი. ძვალი ხელის მოსაკიდად რომ მქონდეს. ამასაც ზურას. ой, კაი არის. თუმცა არაფერი და კარგად ერთმევს თავს ჯერჯერობით ეს დანა. როგორც ბიუჯეტური დიდი ზომის ედისი დასაკეცი დანა მომწონს. ჰიმალაის მარილი მოუხდება ჩემი აზრით.
ჩემი ტრადიცია არ ირღვევა. თან მანამდე ზემოდან ჩამეპნა თოვლი, აი ეს მქონდა სველი და აი ეს ადგილები სადაც ჩაიბნა. დამეწოუყვე ფეხები. მაგარი სასიამოვნოა, სულ მაგას გეუნებით ხოლმე. ისე ეს წინდები, არ ვიცი რა ბრენდია, ნინი მიყიდა, სადღაც წელიწადზე მეტია რა. რამდენიმე წყვილი მაქვს. თითქმის სულ ესენი მაცვია ხოლმე ლაშქრობებზე. შემჩნეული გექნებათ, იმიტომ რომ ყველა წყვილი ერთნაირი მაქვს ზუსტად. ხან ერთს ვიცვენ ხოლმე, ხან მეორის მაინც რამდენიმე მაქვს და კარგად მადგება რა. იმიტომ რომ წინდას ლაშქრობაზე, ზოგადად ცხოვრებაშიც, მაგრამ ლაშქრობაზე აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ყოველთვის ეცადეთ, რომ წინდებში, რასაც იყიდით, ბამბის შემცველობა იყოს მეტი. 80 და რაღაც პროცენტი რო იყოს, უკვე კარგი არის. აქ რაც დაგროვდება ნაკვერცხალი გავიტან იქით და იქით მექნება გრილის ამბები. რატო? აქ იყოს რასერჩი. აქთან ცეცხლი მექნება, აქთან ნაკვერცხალი. მაგარი გემრიელი გამოვა, თან ნელა შეიწვება, იმიტომ რომ მაღაზია უფრო ნაკვერცხლისგან შედარებით რა. აი როგორც მაყარზე რო აკეთებენ ხოლმე და ძალიან მაგარი გამოვა. კარტოფილიც დავჭრა, ზურას დავეხმარო, თან დანა გაიტესტება. ეს თხელი კანი აქ და იყოს პირდაპირ. კარგი იჭრება. ამაში თუ ნაკვერცხალზე ეძინება ტაისონს მოტენთილია ზურა ისე გძნობს სიცივეს? ხა ჯერ გახურებულები ვარ, თან ცეცხლთან ტრიალებს. აი რო გავჩერდეთ მე ენახი. არ გაიწება შენი ხორცი? ჩემი წესით კი. აი მეგობრებო, ზოგადად წიწვოვან ტყეში ლაშქრობას ეგ მინუსი აქვს, რომ ნაკვერცხალი არა აქვს. არც ფიჭვს, არც ნაძვს, წიწვოვან ხეებს რა, მარად მწვანეს. ხო და თან მალე იწვის. აი ხო ბევრი მქონდა მომარაგებული და ეს მორიღა დარჩა, ეხა რაზეც ეს დანა მაქვს ჩარჭობილი და რაღაცეები. აუ ზატო მაგარი გემრიელი იქნება. რა? იმიტომ რომ ნელა იწვება რა. ეგ ხო, მარა რაზე იწვება იმასაც გააჩნია, გემოზე მოქმედებს. წელი მეც მკივა. ნაკვერცხალს არის პროცესი. წელი ან შემიცივდა რა. არა, მე დაკუზული ვიყავი დიდი ხანი და მოვიცვით ხოლე რაღაცა წეზე სიცივები გძენი, მაინც არ არის კაი, წინ სითბოში ხარ, უკნა სიცივე ტრიალებს და ეგ საშიშია. დავჭრათ. აუ, რა კაი გამოვიდა შეხედეთ.
ძალიან მაგარი გამოვიდა, აი წაცხო წოთხავი უბრალოდ და ამასთან ვერც მოვა. მაგარი ნაჭერი ყოფილა. ჩემთვის სამეულში შედის ეს კონკრეტული ღორიცხორცი, რაც კი ოდესმე ღორიცხორცი მიჭამია. მაგარია მართლა. იმიტომ რომ ეს ნაწილი ხო გემრიელია მეტი. მე ესე ნელა შემწვარი. ტაისონს თავის საჭმელი კი ვაჭამე, მაგრამ მაინც მიმოთხოვება და ღორიცხორცი არ შეიძლება, ამიტომ ცოტა კარტოფლის ვაწვდი. აჰა, ტაისონ. მოკლედ, დღევანდელი ტესტებით ესე პირველი დღის კვალობაზე. ნუ დადებითად შევაფასებ ამ დანას. ამ დანაში არის მომწოს აი. რაღაცნაირი მოსახერხებელია. ეხა შეშის გაჩეხვაზე ეს არ მიცდია. იმიტომ რომ არც ამჭიროებია ეხა თან ფიჭვი მარტივი გასაჩეხია ისედაც დარწმუნებული ვარ დაძლევდა. პირველ რიგში რაც აუცილებლად უნდა თქვა, ძვალს რო ურტყავდი. მაგ დროს მეგონა რომ დაიბრიცებოდა ეგრევე, აი 100%-იანი ფიქრობდი ეგრე და არ გამართდა ჩემი მოლოდინი, რაც პირიქით კარგი არის ეხა. ესე იგი კაჩავს ეგეთებზე რა, რო რამე იყოს. სხვა რავი ეხა ხის თემებში და საჭმლის თემაში, აი ეხა ძვალზე ისედაც დანას იშვიათად იხარ, მაგრამ მაინც უნდა იცოდე რა. თუ დარწმუნებული იქნები რომ შენ დანა ძვალს ვერ გაუკაჩავს, არც ჩაარტყავდა. დარწმუნებული რო იყო და სხვა გზა არ ქონდეს, რა პრობლემა არის. საწოლში მიირთმევს ვაჟბატონი როგორ ეკადრებოდა გადმოსვლა. პედიკს, ჰეპიდოგის. ოჩახ ტაისონ, კარგი ბიჭი ხარ. დუღდა წყალი ჩავყრი ჩაის. შავი ჩაი მაქვს წამოღებული. ეს მორი იდება კაი ხანი. მანამდე მე დაწოლილიც ვიქნები და მაგარი მოთენთილიც. ეხა ჩაისდავლე. ტაისონ. სათხა ტაისონ. შემო ტაისონ. მოდი. არა, თამაში არა. თამაში არა. აი, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კოცონისტები არის ეს. ინგლისურად
Blockfire, ანუ აი ეს გრძელი მურები დალაგებული ესე სიგრძეზე და შუაში და ქვემოდან ცეცხლი. რა დროსაც მორი უფრო ნელა იწვის, მაგარ სიმხუროლის გამოყოფს და ბევრად მარტივია იმ მხრივ, რომ მალმალე რაღაცის დალაგება არ გიწევს. და ისო რა საკეთე? რა სახით შემოვხედე, გეგონება რამეში გამოიჭირესო. თოვლით თამაში უნდა. არა, ჩემო ბიჭო, არა. როგორი თვალებით მიყურებს. ეს არის უკანასკნელი შეშა, რაც მაქვს. რაზეც ვძივარ, იმას არ შევაგდებ, იმიტომ რომ ხვალ დამჭირდება ისე. აისო. ნუ მოგენატრა. რომ მივართ ეხა მაგრა გაუხარდება. სუნო ეს დასდევს. ზურა იქით არის. აი ზურა. ზურა როგორ ხარ აბა? კარგადო. კარგად არის ზურა საძილე ტომარაშია უკვე. ღამით დანა ყოველთვის დაიდეთ სადმე თავთან ახლოს რა რომ უცებ მიწვდეთ. ეხლა რა თქმა უნდა საუკეთესო თავდასხმის საშუალება ესე ფიზიკური თვალსაზრისით ტყეში რო ხარ არის იარაღი ცეცხლსასროლი მაგრამ თუ ეგ არ გაქვს რამე დანა ნაჯახი თავთან ახლოს დაიდე რო რამე იყოს უცებ მიწვდები და ეგ რაღაცას შეძლებ და ძლიერ სიცივეში კიდევ საძილე ტომარაში რასაც გაიხდით ზემოდან ჩააფინოთ დილას რო ადგებით ტანსაცმელიც თვილი დაგხვდებათ თქვენც უფრო თვილად დაიძინებთ არ დამკვირდება შედი შეგიძლია შეგონდე ორი თუ დაიბერტყე შედი მოდი გადადი მიდი თავის ხარეს მერწვები რა ავიღებ კამერას ჩავბორდ ჩადი დავწექით მეგობრებო ზურა მანამდე დაწვა მე ხა დავწექი არის 9 ნახევარი ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია ეს თლიანი მორი არის დარჩენილი ქვემოდან აიწვა ოდნა ეხლა ჩემთვის ვიქნები გადავათვალიერებ რაღაცებს და კადრებს თუ რამეა ჩაგერთვებით 10 ნახევარია და რაღაცა ხმა შემაღვიძა და სავარაუდოდ ტურები არის მაგრამ ძალიან დაბალზე ისმის ავიაბა თუ გაიგებთ თის დაბლა იქნებიან სავარაუდოდ თუ გესვით ასე არა ვარ ზოგადად ჩადიან ხოლმე უფრო ქვემოთ აღარ რჩებიან თაში საფხურში ამოდიან მე საფხურში რო დათვება და ეხა სიჩუმი არის ზურასაც ძინავს აღარ გავაღვიძებ და მეც დავიძინებ თუ ღამით რამე იყო ან ვერ დავიძინიან რამე და საუბარი მომიდა ჩაგერთვებით თუ არ და პირდაპირ დილას შევხვდებით ძალიან თბილად ვარ და არ მინდა სითბო დავკარგო ამიტომ მაგრამ მეგობრებო ნაგრად რა დილამდე უფალმე ტკბილი ძილი მოგწეს აბა კარგად ახლა არის დაწყებული 2 სუკა ინული ჩემს ხედეთ ტაისონ მოდი ტაისონ მოდი ტაისონის ჯამიც ჩაყინულია ჩავწვენო ვედინე მეგობრებო კათენებამდე დარჩა 3 საათი საშინელება ვერ ვიძინებ საერთოდ სადღაც საათი ნახევარია და მაგარი ჭინო არ ვაუდგერავ არ ვიცი რა ზუსტად 6 წუთია მეგობრებო და ავდეგი ვერ ვიძინებდი და ეგრეს ვერ მოვითვენდი კანკალები მაგრად ცივა სუკა ყინული არის ვიხსაცენები ფორმაძლის მივეცი გარედან რა დავანტე ვიხა ცეცხლს
ასანცაც არის კიდევა ისეთი ყინვა არის. გიზგიზი როგორც იქნა. აუ რა კარგია. სითბოს არაფერი ჯობია რა. აი. შეხედეთ. ძალიან მაგარი ყინვა არის. 9 საათზე მეტი დამჭირდა რომ ამეთო. ისე გამერთულდა სიტუაცია. არც ვაზელინის ბურთულები, არც ყვარი, არც წესიერი შეშა. რამდენიმე ასანთის ღერის იმედად. მაგრამ თავი აინთო. ეხა შეშას მოიმარაგებ რომ მაგარი კოცონი მქონდეს. იმედი არ გავიტეხე, მაგრამ მომხდა თავში. გაგეღვიძა თუ გაგაღვიძე? ანუ ადრე ხო დავიძინე და ადრე დავიძინე რა, ასე 9 საათიც არისო. ხოდა ეთყობა მეყო ძილი და ასე ღამის 4 თუ 5 საათიდან ვეღარ ვიძინებ რა. თან ცუდად ვიწექი ბოლოსკენ უკვე და ავდექი. იცი რა ყინვარი, აგერ კოცონთა რო თოვლია. მუშტ რო უტყავ ის მეტლახივითაა. ძალიან არის. გაყინული ჩაი. ჩაის დავლე კარგადაც ჩამათვობს და სითხესაც მივიღებ, თორემ მათარაში წყალი ისეთი ცივია, ისეთი ცივი ვერ ვქაჩო. ზოგადად არ მიყვარს ზედმეტად ცივი წყლის სმა.
შრალად ვარ ეხლა თბილად ვარ, მაგრამ კბილი მტკივა. ამ ხრძილი არ ვიცი ვერ გავუყე. გაფჭებული არ მაქვს რა. მაგრამ აი მაგრად მტკივა. უფრო ხრძილს ფიქრობ. ჩაჭრილივით მაქვს არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ ძალიან ცუდია. ცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. შემაწუხებელია ყოველ ტკივილი. რამდენიმე წუთის წინ იქიდან ჩემს ქვეშ სიბნელია დაღმართია და ეხა ფანრით ესე არ ვდგავარ არ ვიყურები 7-ად ვარ ჩემთვის და რაღაცამ ჩაირბინა ასიანი ვიცი. ითვალზე გარბენი სხვა იყო. თან ცოტა მოვითენთ ესავით. გათენებამდე დარჩა ზუსტად საათი და 45 წუთი. ძალიან იწერება დრო. ძალიან კი არა რავი ნამეტანი. და ზურასაც ჩაეძინა და ჩემს დროზე ვარ მარტო და არც არავის ველაპარაკების საერთოდ იწელება. რა მალე იწეს ეს ფიჭვი რა შეხედეთ. აი ეს თლიანი ხომ მოვიტანეთ ახლა რაღა დარჩა ეს ზღარი. ძალიან მალე იწეს. მე წავალ იქნება კიდე ეგეთი ხევნახო ფეხზე რო იდგეს და ის რა ქვია ხმელი იყოს ეგრევე როგა ყდება და მოვიტანა. ტაისონი თბილად არის ჩაღონღოლებული. ისო თერმომეტრი აქ ყოფილა ფიჩო ტაისონის ქვეშ შეგდა თერმომეტრი და საძილე ტომარაში არის 28 გრადუსი. ნუ ტაისონი რო იწვა ოჩახშენ რა ჯიგარი არის ტაისონი. გამოვიდა მოისაკმა მოიშორა რაღაცეები და შევიდა ისე საძილე ტომარაში ბოლოში. ხალხა მიშველეთ ზურას ვერ ვაღვიძებ. ზურა გაიღვიძე მიდი ზარმაცვა. გაშრა კი არა რა ვიცი სუცესხთან არის რამდენი საათია. მე თუ გაშრა ეგარი საათი თუ არა. აკოცე ტაისონ ყოჩახ. ნუ ტაისონ ჩამიტეკი რა ფეხებში ხოჭე. გამოთფობელია. შემოუშვი რა. აი ეს გადაგიგდო, კაი. ოიცა.
უფ, რა კაი გამოდის. კავკასიონის ხეზე ჭამას არაფერი ჯობია. მეგობრებო, ეს საძირეთო, მაგრამ მაგარი გამოდგა რა. თან კი იცით რომ ძირსაგები არ მქონდა და იქით ამხარე თოვზე იყო, ეხლა შემიშნე სულ მოყინულია უკანა მხარე. მაგრამ აი სიცივე ოდნავადაც არ მიგვნია ღამით. ეს მარტივად დამოვარდა. ბარი რო გაუში მანამდე. გაყინულია. ის ხივები როგორც იქნა. თითქმის შუა დღეა. ვერცხლისა ხოლმე მიტყავს. მანქანას რა მიორჩა ერთად. აი გაყინულია, მაგრამ ზენი გაყინულია, გასიკული. ის ჩამომეცი? და აიცა აი ბარი რომ მხარეს არის. აი წინერ გადა. მეტაზურა დაგემშვიდობებით აქედან. სიგარეტს აწავი. მე რა ვიცი. ჯეში. თქვენი აზრი დააკომენტარეთ. იაქტიურეთ და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგრეთ.